ქართული მაფია საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა 1 წლის წინ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოწყობილ აქციებში დამნაშავეთა ძლიერმა კარტელებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Frankfurter Rundschau დღევანდელი ნომრის მთავარ სტატიაში წერს. შესაბამისი ინფორმაცია ავსტრიელმა სამართალდამცავებმა ევროპაში ქართული მაფიის საქმიანობის გამოძიებისას მოიპოვეს. გამოძიების მონაცემების თანახმად 2009 წელს სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დახმარებით იგეგმებოდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შედეგად ედუარდ შევარდნაძის შემდეგ მოვიდა. ანტიკორუფციული კამპანია დაიწყო, კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეები დაითხოვა და მაფიის ნათლიები დააპატიმრა. 2008 წელს სამხრეთ ოსეთის დაბრუნების წარუმატებელმა მცდელობამ რუსეთთან ხანმოკლე ომი გამოიწვია და საქართველოს მოსახლეობაში უკმაყოფილება გაამყარა. 2009 წლის გაზაფხულზე თბილისში საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირას გაგრძელდა. ოპოზიციამ სააკაშვილის გადადგომა და პოლიტიკური რეფორმები მოითხოვა, წერს გერმანული გამოცემა. ასევე აღნიშნულია, რომ ქართულმა მაფიამ სწორედ ამ დემოკრატიული პროტესტის ჩაშლა და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება სცადა. პარლამენტში ახალი საგადასახადო კოდექსი განიხილეს. კოდექსის პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გააცნო. მთავარ პრინციპებს კი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე განიხილავენ. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აქამდე მოქმედი კოდექსი 98%-ით იცვლება. ახალი პროექტი კი მცირე ბიზნესისა და გადამხდელების ინტერესებზეა ორიენტირებული. სხდომის ბიზნესის გარდა მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ კომიტეტზე. მათი მიწვევა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა გახლდათ. კოდექსის ერთ-ერთი მუხლი მედიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საქმე ამ სფეროში არსებული შეღავათების გაუქმებას ეხება. ამ ფაქტს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ტექნიკურ შეცდომა დაფასებენ, საკანონმდებლო ორგანოში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება პრესის განვითარებას მხარს უჭერს და მათ ისეთივე საგადასახადო რეჟიმი ექნებათ, როგორიც ამ დრომდე ჰქონდათ. დღევანდელ კომიტეტზე სწორედ მათი პოზიციის მოსმენა და პრობლემის განხილვა განხორციელდა. ის გაუგებრობა შემიძლია ერთი რამე თქვა, რომ ეს კოდის არ ყოფნა გამოიწვია, თუმცა მის ჩანაჭერსი პრესა ჩვეულებრივ ნახსენები იყო. თუმცა კიდევ ერთ რამეს გავუსვა ხაზს, რომ ესეთი გაუგებრობა რა თქმა უნდა იქნება და ამაზეც რამდენჯერმე წინასწარ ვთქვით, რომ ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში არ არის რაღაცა კარგად გაკეთებული საქმე, უხეშად ვიტყვი, უცბად გავაქანოთ პარლამენტში, მე 2 კვირის განმავლობაში ამის განხილვები დასრულდეს და ეს ამოცანა ნამდვილად არ გახლავთ. ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ იყო გაუგებრობა და ყველაფერი იქნება ისე, როგორც იყო. ამ უარს აღარ ეტყვიან, მე მინდა ხაზი გავსვა, ჯერ ეს არის სიტყვები, მაინც. ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ იქნება ჩანაწერი. ჩანაწერის მიხედვით გარკვეული ტიპის დაბეგვრა არ ეკუთვნოდა გაზეთებზე, ჟურნალებს, წიგნებს, ნოტებს და ასე შემდეგ მთელ რიგ საქმიანობას. ხნის განმავლობაში რამდენიმე დღე ყოველ შემთხვევაში მე მგონია არც ისე ცოტაა, ხო, პასუხი ვერ გავიგეთ, ვერ მივიღეთ. კაფეო პასუხი თუ რაში იყო საქმე, იმიტომ რომ ისინი ამბობდნენ, არა იცით რა ის ალბათ ესეა, ალბათ ისეა, შეიძლება ესე, შეიძლება ისეა, ხო? ცხადე ამას მოყვა ძალიან ესეთი დაჟინებული შეკითხვები პრესის მხრიდან, იმიტომ ეს ნიშნავდა იმას, რომ დაეტოვებინათ ისე როგორც იყო პროექტი, ეს ნიშნავდა იმას, რომ პირდაპირ იღებდნენ კანონს პრესის გაუქმების შესახებ. ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი კახა ბენდუკიძე მთავრობას ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას ბენდუკიძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა ეკონომიკური ზრდის და ბიზნესის გააქტიურების შედეგია, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილება სწორი არ არის და ხარჯების შემცირება უკეთესი იქნება. ამასთან მისი აზრით ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება მომავალ წელსაც აუცილებელია. ეს არ არის სწორი მოქმედება, იმიტომ რომ ცხადია უფრო კარგი იქნებოდა წელს ჩვენ შევამცირებინა ხარჯები, ისე როგორც მომავალ წელსაც ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდეს. ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ახალ საგადასახადო კოდექსში არის პოზიტიური სიახლეები, თუმცა პრობლემები, რომლებიც ბიზნესს ექმნებოდა, კვლავ აქტუალური რჩება. ამასთან დემოკრატიული მოძრაობა საკუთარ ხედვაზე საუბრობს და მზად არის მის სადისკუსიო ფორმატში განსახილვება. ხელისუფლებამ შემოგთავაზა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც გაცხადებულია როგორც რევოლუციური, გადამუშავებული 98%-ით, არ არის ადეკვატური იმ რეალობის, რომელიც ბიზნესში არის შექმნილი, რამდენად ეს წარმატებები ვერ იქნება არსებითი გარდატეხის მომტანი იმ სიტუაციისთვის, რომელიც ქართულ ბიზნეს გარემოში არის შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი ცვლილებები ნამდვილად ატარებს პოზიტიურ ხასიათს, ჩვენი ამოცანა არის დღეს თქვენ და საზოგადოებას
ძალიან სკრუპულოზურად და დეტალურად დავანახოთ. არც ერთი არსებითი ცვლილება, არც ერთი გარდატეხის მომტანი ცვლილება ამ კოდექსს არ შემოუტანია და შესაბამისად თუ არ მოხდება მისი მართლა რეალურად შეცვლა, თუ არ მოხდება მისი არსებითი გადახედვა, არავითარი წარმატება ამ კუთხით არ იქნება. ინციდენტი თავდაცვის სამინისტროში სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით 2 კაპრალის დაპირისპირებას ერთ-ერთი სიცოცხლე ემსხვერპლა. კაპრალი ასკილაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველ საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა გუშინ ღამით. ამავე ბრიგადის კაპრალმა ის მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღი დაჭრა. ეჭვმიტანილი სამხედრო პოლიციამ უკვე დააკავა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. მოკლების დასრულებამდე პირველი საარტილერიო ბრიგადის რამდენიმე პირი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპული კაპრალის ოჯახს. ოცდახუთი წლის შოთა ბეგიაშვილი ვარკეთილში მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს. მეუღლის დაბადების დღიდან ბეგიაშვილმა ნათესავი ტაქსის გასაჩერებლად გააცილა. შელაპარაკება უცხო ადამიანებთან ტაქსის გამო მოუვიდათ, რის შედეგადაც ბეგიაშვილის ნათესავი 20 წლის ლევან გოგოლაშვილი გარდაიცვალა. ინციდენტი ვარკეთილში კალაუბნისა და თრიალეთის კვეთაზე მოხდა. საქმეს სისხლის სამართლის განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული, მიმდინარეობს გამოძიებაც. გამოვედით სახელიდან, ჩემი მეუღლის დაბადების დღე იყო რა. გამოვედით სახელიდან და ვაცილებდი ჩემი ბიძაშვილი ლევანის. მე და ჩემი მეჯვარე. და გამოვედით რა და ტაქსი გააჩერა ჩემი ბიძაშვილმა ლევანმა. და იქ იყვნენ სხვაებიც, მოგვივიდა შელაპარაკება. იმ ტაქსთან მიცით ის ტაქსი გააჩერეს იმათაც ჩვენც რა. პაციენტ ბეგიაშვილი ოპერაციიდან 2 დღეა გასული, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, მისი სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება, მიმდინარეობს სტანდარტული პოსტოპერაციული მკურნალობა.